გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ საზოგადოებისთვის კიდევ ერთ ძალიან მწვავე საკითხზე, განათლების რეფორმაზე, რომელმაც როგორც ჩანს ამ ეტაპზე მოითხოვა ორი უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება. მოვისმენთ სტუდენტის და ლექტორის პერსპექტივიდან შეფასებებს. ვიწყებთ საუბარს თორნიკე ივარდავასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია ახლა ჩვენთან ერთად სტუმრად. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. თავდაპირველად საუბარი დავიწყო მინდა ანონსით, რომელიც ცოტა ხნის დღის ბოლოს გავრცელდა ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა თაობის კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის შენარჩუნების მხარდამჭერები ხვალ 2 საათზე 14 საათი 00 იკრიბებიან ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან, როგორც ჩანს იგეგმება სამოქმედო გეგმის გაცნობა. რა იცით ამის შესახებ და ცხადია, როგორც სტუდენტის აზრი გვაინტერესებს, თქვენი მეგობრები, თქვენი თანატოლები კვლავ რას ფიქრობენ ამაზე? დიახ, კი ბატონო, მეც სწორედ ეს ინფორმაცია მაქვს, რომ ზუსტად 2 საათზე იგეგმება აქცია, შედარებით უფრო ფართო მასშტაბის, რამდენადაც მე ვიცი. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ დღე უწყვეტლივ გუშინაც დღესაც ეს აქციები გრძელდებოდა და მაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ უშუალოდ 2 საათზე შეიკრიბება ეს ნაწილი საზოგადოების, არა მხოლოდ სტუდენტები, იქ იქნებიან ლექტორებიც, ადამიანებიც. მოგეხსენებათ გამოსვლიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოყვა ჩემს კონკრეტულ გამოსვლას და ბევრმა დააფიქსირა ის აზრი, რომ მსგავსი გაერთიანება სრულიად აბსურდული და საფუძველს მოკლებულია. ხო, მაყურებელს უთხრათ, რომ თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც მიკროფონით ხელში დადეკით ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან და ძალიან ხმამაღლა ისაუბრეთ იმაზე, რომ ეს არის დაუშვებელი და გამოთქვით ეჭვებიც რა შეიძლება ემსახურებოდეს. მივყვეთ გზადაგზა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ის, რომ დღესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იმყოფებოდა განათლების სამინისტროში შეხვედრაზე, გუშინ იმყოფებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და დღესვე გავიგეთ, რომ კვირის ბოლოს ორივეს ერთად შეხვდება განათლების ეგრეთ წოდებული მინისტრი. აი, რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრებს, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს იმ დროს, როდესაც პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით იღებენ იმას, რის წინააღმდეგაც თქვენ გამოდიხართ? კი ბატონო, ჩემი პირადი ინდივიდუალური აზრია, რომ მსგავს გადაწყვეტილებას, როდესაც ასე რადიკალურად, ასეთი დაჩქარებით ამხელა მასშტაბის გადაწყვეტილებას იღებს, ხო არ არის რაღაც ყოველდღიური მოვლენა, ეს არის 104 წლის უნივერსიტეტისა და 108 წლის უნივერსიტეტის ერთმანეთთან ეს შერწყმა. სწორედ ნახსენები მქონდა, რომ ეს მექანიკური შერწყმა შედეგს ვერ გამოიღებს და ვთვლი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება წინასწარ აუცილებლად უნდა იყოს და ორგანიზებული, ალბათ არ ვიცი, რაღაც ფარული მოტივი უნდა იყოს, ფიზიკურად ვერ ხვდები, რანაირად არის შესაძლებელი, რომ მსგავსი მასშტაბის ეგრეთ წოდებული რეფორმა მოხდეს და ეს იყოს ორიენტირებული განათლების ხარისხის გაუმჯობესებასთან. ხო, აი თქვენ ვერ გრძნობთ, რომ აი ამ გადაწყვეტილებების ცენტრში შეიძლება იყოს სტუდენტი? თქვენი ინტერესი რაიმე ფორმით ვერ ამოიკითხეთ ამ ცვლილებებში? სხვათა შორის ინტერესს ვერ დავარქმევდი უფრო შეურაცხყოფას, რაც ვიგრძენი უშუალოდ საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მხრიდანაც, რაც დავინახეთ, რომ რატომღაც ასე ვთქვათ, აგდებით მოიხსენიებენ ტექნიკურ უნივერსიტეტს და თითქოს მადლიერებას უნდა გამოვხატავდეთ იმისთვის, რომ შესაძლებელია მე ავიღო სიტყვაზე ივან ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი. მე რა თქმა უნდა არ ვაკნინებ არც ერთს და არც მეორეს, მაგრამ ვთვლი, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის ის უნივერსიტეტი, რომლის ასე ჭყალებში და აგდებით მოხსენიებაც ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა. ალბათ ძალიან გააზრებულად ჩააბარეთ იქ, სადაც ჩააბარეთ. და ბევრს უკვირს რანაირად არის შესაძლებელი, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ საგნებს სწავლობდეთ და არ ვიცი ეს ადამიანები რა ფარგლებით და რა სახასავით ზომავენ ამ ყველაფერს, მაგრამ მე იმას ვიტყვი, რომ არსებობს მსოფლიოში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც საკმაოდ ფართო მასშტაბის არის და სხვადასხვა სფეროები ისწავლება, იქ მხოლოდ ტექნოლოგიური არ არის და ის ფაკულტეტებიც, რომელიც ტექნოლოგიურს არ ეხება, მსოფლიო ათეულში შედის. მე ვერ ხედავ პრობლემას იმაში, რომ მსგავსი საგნები ისწავლებოდეს და როდესაც მე გარკვევით ვაფიქსირებ ჩემ აზრს, ეს იმას გულისხმობს, რომ მე არ მეშინია ჩემი აზრის გამოხატვის და ვაფიქსირე ჩემი აზრი გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცოდი, სადაც მინდოდა ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. და მსგავსი საუბრები და მსგავსი თუნდაც აი დავამატებ მე მოვისმინე ქალბატონი წილოსანის განცხადება
სადაც უშუალოდ ქალბატონი წილოსანი. ხო, ამის თქმა მინდოდა, რომ ქართული ოცნება ძალიან საზრდოობს ამ შესაძლო დაპირისპირებით, რომელიც ორ ჯგუფს შეიძლება შორის გააჩინოს, ხო? კი ბატონო, აი მე მაგალითად უმკითხავთ, ეს არის მაპროვოცირებელი საზოგადოების ორად გაყოფისა. ეს არის ფაქტი, მე არ ვარ არც ინტრიგანი, არც პროვოკატორი, რაღაც ფაქტების გარეშე ვისაუბრებ. ხო, იმ მაყურებელს შევახსენოთ წილოსანის განცხადება, თვითონ მადლიერები უნდა იყოთ ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება იყო ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დავამთავრებთ სიტყვაზე ჯავახიშვილს, ავიღებთ ამ დიპლომს და ეს იქნება უკეთესი. მადლობა უნდა გამოვხატოთ ამისთვის და მე ვერ ხვდები რამ გამოიწვია ტექნიკური უნივერსიტეტის ასეთი სახით დამცირების ინიციატივა რატო წავოვიდა და ვისგან გაჩნდა საერთოდ რა იმალება ამ კონკრეტული უკან. და ალბათ პირველი ვინც უნდა იცავდეს ამ უნივერსიტეტის ღირსებას და ინტერესს არის თავად რექტორი, რომელმაც აღმოჩნდა, რომ წინა ღამით გაიგო თუ გრძნობთ იმას, რომ ის იცავს უნივერსიტეტის ინტერესებს ახლა, როდესაც ეძლევა შანსი განათლების სამინისტროში მივიდეს, როდესაც ვიცით, რომ პარასკევსაც არის შეხვედრა. ბატონ გურგენიძეს პირადადაც ვესაუბრე და როგორც მან დააფიქსირა, ძალიან უყვარს ტექნიკური უნივერსიტეტი და წარმოდგენა არ მაქვს რა იგულისხმება ამაში, ვინაიდან ჯერჯერობით ვაკვირდები ფაქტებს. ასე ვთქვათ, მე ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის დამაკმაყოფილებელია თქვენგან ის წინადადება, რაც მოვისმინე, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ტექნიკური უნივერსიტეტის დასაცავად, როგორც სახელის შესანარჩუნებლად, ისევე თლიან უნივერსიტეტის. ამ აზრიდან გამომდინარე, რომ ჩემი პირადი აზრი, რაც გამოვიტანე, არის ის, რომ არ ემხრობა გაერთიანებას, მაგრამ პირდაპირ ამის შესახებ არ უთქვამს. პირდაპირ გასაჯეროებული ამბავი არ არის, მე ვერ ვიტყვი, რომ რა მოტივები აქვს, რა ინტერესები აქვს პირადად მას. გამომდინარე იქიდან, რომ არც იმ დონეზე ვიცნობ ამ ადამიანს, რომ რაიმე დასკვნა დავდო მის შესახებ და არც სიყვარული ალბათ წილოსანსაც უყვარს ტექნიკური უნივერსიტეტი, რამდენადაც ვიცი, მას უნივერსიტეტის დიპლომი არსებობს და ზოგი, რა ვიცი, სიყვარულით ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება და მე ვერ ხვდები ეს რომელ ლოგიკაში ჯდება, შეიძლება ჩემსაში ინდივიდუალურად არ იყოს. ხომ არ შევიდა მეტი სიცხადე იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოაქვეყნა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ყოველგვარი ხელმოწერების გარეშე, ანუ ავტორი არ ყავს ამ განცხადებას, მაგრამ მიემართება ბიძინა ივანიშვილისადმი და ბოლოსში არის ნახსენები, რომ თქვენი მხარდამჭერები ვართო. თქვენ როგორც სტუდენტს რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ განცხადებამ? მე როგორც სტუდენტი ამ განცხადებაზე გავღიზიანდი, პირდაპირ გითხრათ, ვინაიდან მსგავსი გადაწყვეტილება მე როდესაც გამოვედი სიტყვით, იქ გარკვევით თქვი, რომ როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება უნდა იფუძნებოდეს ხალხის აზრს და სურვილს. როდესაც იგივე საკეთებს უნივერსიტეტი ხალხის ამ შემთხვევაში მისი სტუდენტების და პროფესორების საკმაოდ დიდი ნაწილის, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ დიდ ნაწილს ამ ყველაფერთან დაკავშირებით არ ეკითხებიან აზრს. მე ვთვლი, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რომ განიხილებოდეს უშუალოდ უნივერსიტეტში არსებულ სოციუმთან. და რაც ეხება შესაძლო ეჭვებს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას კვლავ ივანიშვილს შევეხები, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, ორი საკითხი გამოიკვეთა, გარდა კონტროლისა, თავისუფლების შეზღუდვისა და ასე შემდეგ. ერთი არის ის შენობები, რომელიც ამ ორ უმაღლეს დაწესებულებას აქვს და რომლის გაყიდვაც შეიძლება იყოს ქართული ოცნების ინტერესში ახლა და მეორე მთავარი, რაც უკავშირდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პროფილი არის ტექნოლოგიური მიმართულება. ასევე აქვე ვთქვათ გაცხადებული პოზიცია ქართული ოცნების, რომ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგად იქნება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. არის ასეთი აზრი, რომ შესაძლოა აი ამ ცვლილებების შედეგად ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნოლოგიური პროფილის გარეშე დარჩეს. ამაზე რა აზრის? ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სხვადასხვა ქალაქში გადატანა ფაკულტეტების მე ვთვლი, რომ იქნება არაპრაქტიკული სრულიად, ვინაიდან მე როგორც არ ვიცი თბილისში დაბადებული და თბილისის მაცხოვრებელი ვერანაირად ვერ გადავსახლდები 4 წლით სადღაც არ ვიცი რომელიმე ქალაქში ეს არანაირად არ აკრინებს იმ ქალაქს სადაც ამ ფაკულტეტს გადაიტანენ ამას ხაზგასმით ვამბობ მაგრამ ცხოვრებას ვერ შეწყვეტ 4 წლით ადამიანი შეიძლება ვიღაცამ ეს ამბავი დაატრიალოს ისე რომ ქალაქგარეთიდან მოდის ხალხი რომ აქ ისწავლოს, მაგრამ მე ვიტყვი რომ მსგავსი ინიციატივა რაც ხდება, არანაირად არ გამორიცხავს იმ მოტივს, რაც თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, ვერც დავადასტურებ, ვინაიდან ამის ფაქტები არ მაქვს, მაგრამ არც გამოურიცხავ იმას, რომ კონკრეტულად მსგავსი მოტივებით იყოს წარმოებული ეს შეიძლება ემსახურებოდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის ხელოვნურად გაძლიერებას, იმიტომ რომ ნუ არსებობს მოსაზრებები, რომ დიდი ინტერესი არ არის ამ
უნივერსიტეტის მიმართ და სტუდენტების გამორიცხული არ არის. გამორჩეულად ბევრი რაოდენობით არ არის წარმოდგენილი. კი ბატონო. მე მაგალითად როგორც ცალკეული ინდივიდი ვემხრობი სრული კონკურენციის პრინციპს, რომელსაც საბოლოო ჯამში შეაფასებს ხალხი. როდესაც მაქვს მე საშუალება, რომ ჩავაბარო ტექნიკურ ინსტიტუტში, უნივერსიტეტში, კონკრეტულ სასწავლებელში და არის ამ მსგავსი ზუსტად იდენტური, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სასწავლებლები ამ ორ შორის გადაწყვეტილების გაკეთება უნდა შემეძლოს, ხო? მე თუ წამართვე იმ საშუალებას, რომ 104 წლის უნივერსიტეტში სწავლების მაგივრად მე თუ ამ ფაკულტეტზე რაღაც კონკრეტული სწავლა მინდა, უნდა წავიდე სადღაც სხვა ქალაქში და სხვა რაღაც გავაკეთო და სხვა რაღაცა ვისწავლო, თუნდაც იგივე ვისწავლო, მაგრამ სოფლიოში აღიარებული 104 წლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც ჯავახიშვილს ასე ვთქვათ, არ ვიცი, რანკინგში არ ჩამოუვარდება, სრულიად მიუღებელია, რომ მსგავსი მიზეზით გაუქმდეს. ან შეუერთდეს რომელიმე სხვა უნივერსიტეტს, თუნდაც TSU-ს. დღეს გამოიჩინა თავი პროპაგანდამ და გაავრცელეს კადრები, ფოტოები, რომელიც მათივე თქმით ასახავს რა მძიმე მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ტექნიკური უნივერსიტეტი და აქ იყო საუბარი, რომ აი ეს იმ უნივერსიტეტის შენობა, რომელიც ეწინააღმდეგება რეფორმას, არ ვიცი ნახეთ თუ არა ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი კადრები ვიზუალი აჩვენეს მაყურებელს. ნუ კონკრეტული კადრები არ მინახავს, მაგრამ ძალიან სასაცილოა ერთის მხრივ, იმიტომ რომ უშუალოდ ხელისუფლებაში მე ხო არ ყოფილი რამდენი ხნის მანძილზე, ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ ესეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. აი, ხო, შეგიძლიათ. კი ბატონო, ესეთი ინფრასტრუქტურა მე საერთოდ არ მიმიტანია იქ. ვინც პასუხისმგებელი იყო წლების მანძილზე, იმ ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ამ ხელა კულტურის ნაწილი ასე დღეში არ იყოს. და ეს რა შეჯდება საერთოდ და რა შეძის რომ მსგავსი მიზეზით ეს იგივეა ადამიანზე არ ვიცი იხუმრო გარეგნობის გამო რაც სრულიად მიუღებელია და ვერაფრით ვერ ამართლებს შესაძლოა იყოს აზრის მომზადება რომ აი ეს შენობები გასაყიდია და ნუ კი ბატონო ეს შესაძლებელია მაგრამ გაყიდვის და დანგრევის მაგივრად რომ 104 წლის უნივერსიტეტი კიდევ აღნიშნავ და ძალიან ბევრჯერ აღნიშნავ იმიტომ რომ მსგავსი რაღაცა საქართველოში დასაფასებელია და არა მხოლოდ საქართველოში, კავკასიაში და სოფლიოშიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უძველესი არის, ხო? პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სრულიად სახელმწიფომ ამაზე და უნდა იმუშაოს იმაზე, რომ მსგავს მდგომარეობაში არ იყოს ეს კონკრეტული შენობები. ეს არ არის იმის გამართლება, რომ უნდა დაინგრეს. ბევრი რაღაც არის საქართველოში გაუკეთებელი გზა თუ იქნება, უნდა გავაკეთოთ. თორნიკე, ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ ბოლოს. რამდენად მტკიცია სტუდენტების დამოკიდებულება, განწყობა, რისთვის ხართ მსად, ვიცი რომ ხვალ შეკრება რითიც დავიწყეთ საუბარი, მაგრამ წინააღმდეგობაში არის ხოლმე საუბარი, რომ ახალგაზრდები არ აქტიურობენ, ზოგად წინააღმდეგობაზე მაქვს საუბარი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, რაც ეხება ადამიანების უფლებების ტოტალურ დარღვევას, იქ თითქოს სტუდენტობა ამ ბოლო დროს აღარ აქტიურობს. აი ეს საკითხი როდესაც უშუალოდ მათ შეეხოს, მათ უფლებებს განათლების კუთხით, აქ რამდენად მტკიცე იქნება სტუდენტობა? ჩემი აზრით, სწორად აღნიშნეთ, ჩემი აზრით, ვინაიდან უშუალოდ ჩემი აზრი იყო ის, რომ როდესაც გასაპროტესტებელი იყო, ყოველთვის ვაპროტესტებდი და ეს არ არის პირველი პროტესტი, რომელსაც გამოვხატავ. ყოველთვის დავაფიქსირებ ჩემ აზრს, ყოველთვის გავაპროტესტებ, რაც გასაპროტესტებელი იქნება. და იმედს ვიტოვებ, რომ სტუდენტების აზრიც დაემთხევა ჩემს აზრს და მაქსიმალურად დაიცავენ თავის უფლებას, თავის ხმას, თავის განათლებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხვალ პირადად მეც ვიქნები 2 საათზე იქ, ისევე როგორც სხვა ლექტორები, სტუდენტები, პროფესორები და ასე შემდეგ. იმედია, ეს ბრძოლა იქნება ისეთ შედეგიანი, როგორცაც ჩვენ ველით. და საბოლოო ჯამში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩებიან ცალ-ცალკე ავტონომიური უნივერსიტეტები, რომელსაც საბოლოო ჯამში დაარეგულირებს კანონი და არა ვიღაც ინდივიდის პირადი ინტერესი. დიდი მადლობა, თორნიკე ივარდავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს პირადი ინტერესები ცხადია ვერსად ვერ დაიმალება, მედია ამას აუცილებლად მივადევნებთ. იმედია, სიმართლე უნდა გამოიკვეთოს. დიდი მადლობა. აუცილებლად.